მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, შეუძლებელია გქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნებისმიერი ძალოვანი უწყების დობა, იმიტომ რომ ისინი ემსახურებიან ჩვეულებრივ ტერორისტს. ბიძინა ივანიშვილი გარდა ოლიგარქისა, გარდა რაღაცა რეჟიმის არქიტექტორისა, ჩემთვის არის ტერორისტი. როგორც ის ექცევა მის ოპონენტებს, მათ შორის თინა ბოկუჩოვას, კოტე იოსელიანს, როგორც ექცევა გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც ხვენად მიართმევინა სუსის უფროს, გაატაცებინა კაცი. აი ეს გატაცება სიტყვას რომ მივეჩვიეთ ამას ვატყო, გაიტაცეს, ცემეს, აწამეს, ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყოველდღიურობა გახდა. ამათ ტერორიზმი მეტი რა არის? იძულება ხო ადამიანს. ტერორიზმი არ არის მაინც და მაინც ვიღაცის კვლევობა. მაგრამ ადამიანების ცხოვრების ნგრევა, არჩევანის არ დატოვება. უკიდეგანო ძალის გამოყენება კონკრეტული ნაბიჯის იძულებით გადასადგმელად. ეს არის ტერორიზმი. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმ ადგილას, სადაც არ ვიცი, რამდენი კამერა ვინ დათვლის, სურდეს რაღაცის გამოძიება და უკვე არ იყოს ნაჩვენები? ეჭმიტანილები არ იყვნენ გამოვლენილი? იმ მანქანის სახელმწიფო ნომრები არ იყოს დადგენილი, რომლითაც გაიტაცეს ეს კაცი? ეს უკვე რიტორიკული კითხვებია. უბრალოდ მაინც ოჯახმაც მიიჩნია და მე მგონი არის სწორია, მაინც საერთაშორისო მასშტაბით და შემდგომში უკვე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყებად მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ფსევდოლეგალური გზებიც არ იყოს გამოტოვებული და მაგისტრატული სამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. იმასაც გავიგებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა მორიგი გაპრობაა გაგეგმილი. და როდესაც ესეთი კაცი მართავს ქართულ სახელმწიფოს, თემურ ქათამაძის რას უქმნის, ეს გინდა კაცობაში, გინდა ადამიანობაში, გინდა ქართველობაში, გინდა ქრისტიანობაში, რამეში ჯდება? ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში რომ ესე მოექცევი კაცს, რომელიც მთელი სულითა და გონებით, მთელი არსებით არის ბევრად უფრო დიდი ქართველი და ამ ქვეყნის პატრიოტი ვიდრე ვითომ პრემიერ-მინისტრი. ეს სირცხვილი არ არის? აი ესეთ სახელმწიფოში ვცხოვრობ. საოცარი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ჯოჯოხეთის სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ მოქალაქეების განადგურებაზე. ლევან იოსელიანი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მისი შემთხვევა იყო კლასიკური გატაცება, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, ხელი დაადო სპეცსამსახურებს და თქვა, რომ ამას ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურები. ასევე ამბობს, რომ მანქანაში შეთრევის შემდეგ თვალებზე პირბადესავით რაღაც გაუკეთეს და ამოცნობადი არც ერთი პირი არ არის და იყო ყველა ნიღბებით. აი რა სელით ამ პროცესისგან გამოკითხვაზეა კოტე გასაგებია მაგისტრი მოსამართლის წინაშე ის ილაპარაკებს ან კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით. ის ვერსია, რაზეც თინა ლაპარაკობდა, აი ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო საფუძვლიანად ჩანს თქვენთვის, როგორც ამავე გუნდის წევრისთვის? რა თქმა უნდა, ეს ხაზზე უცხადესია, პირველ რიგში ეს არის ოჯახის გადასაწყვეტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი და ჩვენი გუნდი ამ თვალსაზრისით არის აბსოლუტურად ერთიანი, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული მოსაზრება და კოტემაც ზუსტად იგივე გამოთქვა, რომ ეს გარდა კოტეს მიმართ რაღაც პერსონალური ვენდეტისა, ბუნებრივია დაკავშირებულია როგორც თინა ბოკუჩოვას პოლიტიკურ საქმიანობასთან, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობასთან და თავად პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ აკეთებს მარტივ ერთთვლიან კომბინაციებს. ყოველთვის ცდილობს, რომ ერთი გასწოლით რამდენიმე კურდღელი მოგვას. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, მაგრამ კეთილს შეაყარეთ სერცი, არავითარი აზრი არ აქვს, მაგრამ მოთხოვნის საფუძველს იმას არ ვათქვევინებ, რომ არ ითხოვენ გამოძიებას. კი ბატონო, ოჯახმაც მოითხოვა, პოლიტიკურმა ორგანიზაციამაც მოითხოვა, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ცივილიზებულ სახელმწიფოში მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესია, რომ შუა თბილისში არ იტაცებდნენ ასე ადამიანს და არ აშანტაჟებდნენ მისი შვილების უსაფრთხოებით. აქ პოლიტიკის მიღმა ეს ადამიანობაზე გადის და თითოეულმა ქართველმა კარგად გაიაზროს. მათ შორის ქოცმაც, როცა ბატონს დაჭირდება, აი ასე მოექცევა ნებისმიერ ადამიანსთან. სადაც ამიტომ იყო მნიშვნელოვანი თინას ის პოზიცია, რომელიც მან დააფიქსირა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთავარი ამოცანა იყო, რომ თინა გაეგზავნათ და გაეტეხათ და ამბრძოლიდან გაიყვანათ და დაეწმინებინათ, რომ საკუთარი
შვილების უსაფრთხოება ისეთ ყისიერი საფრთხის წინაშეა, რომ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ მძიმე დაზიანების მიმყენებელი აღმოჩენილი იყო თინას წასვლა, რაც არ გააკეთა. და მოიცა მე მიმაჩნია, რომ უღირსეულესი და უპრინციპულესი განცხადება მოусმინეთ თინასგან. მე სხვას არც არაფერს არ ველოდი, არა მხოლოდ როგორც თანაპარტიელისგან, არამედ როგორც ამოჯახი ძალიან ახლო მეგობრისგან. ხო, ანუ კოტე ამბობს, რომ არ აქვს წარმოდგენა ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მას გულწრფელი ბოდიში ჰქონდა უკვე მოხდილი და კიდევ მიმართა, ხო, უტა ივანიშვილს, რომ დაკავშირებოდა თუ მას კიდევ ჰქონდა რაიმე კითხვები. ეს ნაწილი არის გარკვეული კითხვების საფუძველი თქვენთვის, ლევან? მე მგონია, რომ ეს მხოლოდ მიზეზი იყო, უბრალოდ საბაბი იყო მიზეზი, რაც ჩამოთვალე ის არის, შეიძლება ეს კოტესთან იყოს დაკავშირებული, შეიძლება თინასთან იყოს და შეიძლება კი თინასთანაც არის დაკავშირებული და ნაციონალურ მოძრაობასთან, ყველაფერთან ერთად. საერთო ბრძოლასთან, იმიტომ რომ თინა არ არის რიგითი ფიგურა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გამოკვეთილი ლიდერია, თავმჯდომარეა საერთაშორისო მასშტაბით აქვს გამიზომელი ავტორიტეტი, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის ქართული ოცნებისთვის ძალიან შემაწუხებელი, რომ არის ერთ-ერთი მედროშე, რომ აი ამ სპეცოპერაციაში ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა, არის პრინციპული, აქამდე ვერაფრით ვერ მოუხერხეს პოლიტიკურ სივრცეში, რომ გაენეიტრალებინა და მიმართეს ყველაზე ბინძურ ფორმას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ლევან, დაგემშვიდობები. ლევან სანიკიძე საუბრობდა